გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგის სასესიო სხდომა გაიმართა. ძირითადი მომხსენებლის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბიუჯეტის ცვლილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. სესიაზე გავიდა ბიუჯეტის მეორე ცვლილება, რომლითაც მოხდა ცვლილება მთავრობის განკარგულებით გამოსული 1955 განკარგულებისა და 517 განკარგულების მაღალმთიანის ასახვა. შიდა ბიუჯეტი, საკუთარი ბიუჯეტით ჩაიგეგმა შიდა ცვლილებები ყველა მოხლობრივად, შენობა ნაგებობები შემცირდა 460.000 და გადანაწილდა 200.000 დაემატა დასუფთავების სამსახურს, ახალი სპეცმანქანის შესაძენად 260.000 გარიგანათების აიფს არაფინანსური აქტივებში არსებული ნაშთით დაატენდერებს და მომსახურებას ვიყიდით სამუშაოსი გარიგანათების. მოხდა სხვადასხვა აიპებში შიდა კლასიფიკაციაში ცვლილება, სუბსიდია შემცირდა და გადანაწილდა ბაღებში სოციალური უზრუნველყოფისა და არაფინანსურ აქტივებში, სპორტ კომპლექსში, ასევე სუბსიდიის მუხლიდან გადმოვიდა არაფინანსურ აქტივებში და 7.000-ით გაიზარდა ჯანდაცვის აიპის სუბსიდია, ეს ძირითადად მოხმარდება C ჰეპატიტის კვლევებს.